დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ჩიზქეიქის შესახებ იცოდით. ეს არ არის ორცხობილის ძირი და ჟელატინი. დღეს ჩვენ ვამზადებთ წითელი ხავერდის ჩიზქეიქს ალუბლით, რომელიც შიგთავსიანად ცხება. ტექნიკა სრულიად არასტანდარტულია, ამიტომ უყურეთ ბოლომდე, რომ ფენები არ აგერიოთ. პირველ რიგში ვამზადებთ ალუბალს, რადგან გაციება უნდა მოასწროს. დავალ ცეცხლზე ვაცხელებთ შაქართან ერთად. ვამატებთ ცივ წყალში გახსნილ სიმინდის სახამებელს. წამოვადუღებთ და ეგრევე ვუშვებთ მაცივარში. ის ფორმაში იდეალურად უნდა დაჯდეს. ეს ცომი სტანდარტულად არ მზადდება. ჩვენ არ ვთქვებთ კვერცხს და შაქარს. ჯერ მშრალ ინგრედიენტებს პირდაპირ რბილ კარაქთან ერთად ვურევთ. ეს მისცემს ბისკვიტს ნამდვილ ხავერდის სტრუქტურას. ცალკე ვაერთიანებთ კვერცხს, კეფირს, ზეთს, ძმარს, წითელ საკვებს აღებავს და ვასხამთ ფქვილის მასაში. ჩიზქეიქის გულისთვის კრემ ყველს, შაქრის პუდრს, ცოტა ნაღებს და ერთ კვერცხს უბრალოდ ვაერთიანებთ. აქ დიდხანს თქვეფა არ გინდათ, რომ ჰაერის ბუშტუკები არ გაჩნდეს. აი ახლა კი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტია, ფორმაში სწორად გადანაწილება. ჯერ მიდის წითელი ცომის ბაზა. მასზე ვასხამთ კრემ ყველს. შემდეგ ცივ ალუბალს და ზემოდან ვფარავთ დარჩენილი ცომით. ვაწყობთ 165 გრადუსზე, დაბალ ტემპერატურაზე თითქმის 1 საათი, რომ შიგთავსი იდეალურად გამოწვეს. ეს არის შედევრი. ბისკვიტი არის უზომოდ ნაზი. კრემყველი შიგნიდან დნება. ალუბლის სიმჟავე კი ამ სითქმოს იდეალურად ჭრის. სრული გრამაჟი უკვე აღწერაშია. აუცილებლად ცადეთ ეს ტექნიკა.